მაინც მირეკავე. მაჭამე ახლა. გამარჯობა. მოგესალმებით მეგობრებო, კარგი სახლები არის არხზე. რა ხდება ხალხო? როგორ ხართ, როგორ ძლევთ ამ სიცხეში? მეორე რიგში მადლობა ყველას გამომწერებს, ახალი გამომწერები მოგვიმატყინეს. Nice. უბრალოდ 500-მდე ავდივართ. 103 ვიყავით წინა ვიდეოს დადებამდე და ძალიან დიდი მადლობა მამა გურამს ესეც საინტერესო ვიდეოსთვის. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და აქტიურობისთვის, ყველა თბილი კომენტარისთვის, რომელიც დაგვიწერეთ. დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს უკავშირს, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რომ ამის მიხედვით ჩვენ ვიცოდეთ რა მხრივ განვავითაროთ არხი, რა უფრო საინტერესოა თქვენთვის და რა არა. მე ცოტა ნაცემი ვიჯდები მთელი გადაცემა, იმიტომ რომ რაღაცა გავიგეთ ცოტა ხნის წინ და ასე გადაჭიროთ. ცოტა ერორები ექნება შიგადაშიგ ვაპატიოთ. ხო, YouTube-ს აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება. თავისუფლება. აკეთებ იმას, რაც შენს გულს უხარია, არ არის ტელევიზია, არ არის რადიო, რომ რაღაც გაწერილი ფორმატი იყოს. აკეთებ იმას, რაც შენთან რეზონირდება. კი უყოლება სტუმრები, სპოილერი. გარდა იმ ხალხისა, ვინც პროფესიონალები არიან თავის სფეროში, სხვა დანარჩენი, რადგან იქნება საუბარი, რამე არ ვიცით, ამაზე შეხედულება არ გვაქვს, მაგას უბრალოდ არ შევეხებთ. ეს ჩვენი პოლიტიკაა ესეთი. ხო. თავისუფლად ვისაუბრებთ დღეს, დღევანდელი თემა გვექნება მადლიერებაზე, გვინდა იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ დღევანდელ რეალობაში რომ ადამიანმა იცოდეს მადლიერების ფასი რა არის და რას იღებს აქედან რომ მადლიერია, ბოლო ვიდეოს შემდეგ მადლიერები ვართ იმ ყველაფრის, რაც ჩვენ არხზე ხდება. ძალიან ბევრი თბილი სიტყვა იყო, ყველა წავიკითხეთ აუცილებლად, ყველა კომენტარებს ვკითხულობთ. დიდი მიზეზი, რის გამოც ჩვენ დღეს გადავწყვეტეთ მადლიერებაზე საუბარი არის თქვენი აქტიურობა და თქვენი სიყვარული, რომელსაც გამოხატავთ ჩვენს არხზე, თქვენი ინტერესი, უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც დაგვაფოლოვა, დაგვილაიქა ვიდეოები და გააშერა, ძალიან ბევრი გაზიარება ქონდა სხვათა შორის, აი ეს მამა გურამის დამსახურება არის გაზიარებაც ახლა ესეთი სიტყვა ითქვა. სხვათა შორის ფიქრობდი მაინც რომ საკმაოდ პროვოკაციულ თემას შევეხეთ. თუმცა ეს სპეციალურად არ იყო, უბრალოდ ჩვენს გულს ეხებოდა და გვინდოდა რომ ამაზე გვესაუბროთ და გვემსჯელა. სოციუმის განვითარება მარტაგვდადებული თემების განხილვით ხდება. ეს ახლა შენ წინა ვიდეოში რომ უზენაოთ იქცეოდი იმას ვიმეორებ. ხო და ყავით Mechanical Rainbows კონცერტზე, ლაივზე, რა რიცხვი იყო 14 რიცხვი იყო კვირა დღე, რომ ვიფიქრეთ იმაზე დაგვედო თუ არ დაგვედო, იმიტომ რომ ხმის ხარისხი ძალიან ცუდი იყო, რაღაც ტექნიკური ხარვეზის გამო. თითქმის ნუ არ არის საერთოდ არის მის საუბარები და ასე შემდეგ. დღეს რატომღაც აი ესე ექსპერიმენტად გადავწყვიტეთ რომ ჩაგვეწერა ვლოგი, ნუ რატომაც არა. გავიდა რაღაც პერიოდი რაც ბავშვები არ გვინახავს და უკვე ბავშვები აღარ არიან, დიდები არიან. ძალიან გავიზარდოთ ყველა. მირეკავე. და გოდიშან გამიღო რა. გავი რა, კარგი ამინდია. ისე არის. ზიზდარტყმა მაქვს სავარაუდოდ. და 40 გრადუსი სიცხეა, ისე? ეს ყველას მოდი.
მეგობრებო, როგორც აღმოჩნდა, ეს პეტლიჩკა საერთოდ არ იწერს ტელეფონზე ხმას. დავჭით გაღიმებულები, რაც ჩავიწერეთ, არაფერი არ იყო, ტელეფონის მიკროფონმა იყო ყველაფერი და ყველაფერი ისმის, როგორც არხანაში რომ რაღაცა მუშაობს და რამეს მოვიფიქრებთ ალბათ. ეხლაც არ იწერს ეს, პროსტა მიჭირავს ხელში ისე. ეს ლაივი იყო ძალიან ესე ვთქვათ, როგორც აი სუფთა ჰაერის ჩაღვაყო დიდი ხნის შემდეგ რა. მექანიკა Rainbow-ს რაც ვიცნობ თავიდან, მაგათ პირველად შემოქმედებასაც რო გავეცანი, ანუ გავეცანი რა, თუმცა იყო პერიოდი, საერთოდ უკრავდით ხოლმე რაღაც კონცერტებს ვატარებდით. სხვანაირი მუსიკა ქონდათ, რაღაცა პერიოდის მერე ტრანსფორმირება განიცადეს. ბიჭები, ვინც არ იცით, იყვნენ წასულები შრი-ლანკაზე და ცოტნე იქიდან დაიწყეს სხვანაირი მარკეტინგული მუშაობა, სხვანაირად წარდგენა თავიანთი ძალიან წარმატებით გამოვიდათ. მუსიკა აქვს ძალიან და ძალიან სასიამოვნო მოსასმენი არის. ყველა ბენდის წევრი მაქსიმუმს დებენ განსაკუთრებით სცენაზე. ყველაზე ახლოს ჩემთვის როგორი მუსიკაც მოდის, ეს არის ფერადი, ფიარული, მომოტივირებელი მუსიკა, რომელიც გაძლევს იმის ენერგიას, რომ ცხოვრებაში ზუსტად ის მადლიერება, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ თავიდანვე საუბარი, ყველა დეტალში იპოვო. და Mechanical Rainbow სიმღერების სტუდიის ერთია და ძალიან მეხარია, რომ რაც უფრო დრო გადის, ყველა სიმღერა, ყველა ახალი სიმღერა ასადებენ ერთიმეორზე უკეთესია. თბილისის ზღვასაცავზე მარიამმა გადაწყვიტა, რომ მარიამმა გადაწყვიტა, რომ თბილისის ზღვას დაუძახოს არა წყალსაცავი და არა ზღვა, არამედ ზღვასაცავი. ხო და ზღვა უფასოა. ანუ ყველაზე მთავარი პრიორიტეტი რაც აქვს, უფასოა და სასიამოვნო იყო. ზღვაზე გასვლა, იმიტომ რომ დიდი ხანი როგორც თვითონ თქვა არ ყოფილვართ. გრილი იყო წყალი, საინტერესო იყო დამწვარი ხალხის ყურება. აუძელი შემოსიყვარულო. ხო, ჩვენ გრილი წყალი, სასიამოვნო იყო ბედნიერი ბავშვების დანახვა. ძაღლი იყო ძალიან საყვარელი კიდე მან და ჯოპოლელი იყო. просто ძაღლი იყო, რომელიც გრილდებოდა და თამაშობდა და უსწორდებოდა. ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო. შენ საკმაოდ ბედნიერი იყავი. წყალში რო იყავი ჩასული. კვატივით წევს ხოლმე წყალში და არ ამოდის ყოველდღეს. დათო მეუბნება, წავედით მარიამ და მე კი და მე მივდივარ შორს. რომ იქიდან დიდხანს მომწურავთ. მოკლედ კაი იყო ზღვაზე გასეირნება. ეს თემები რატომ აქ ესე უბედურად ხალხო, ანუ შეხედეთ. თმები თუ არ დავისწორი ან დავიხვიე. თავზე მაქვს პუწი, მთელი თავი პუწი არის. არც ზღვა არის და არც წყალსაცავი. წუმპეს ვეძახი მე პირადად. რისი თქმა გინდა რომ წუმპეში მოხვედი? ქალაქაურობა რო სუფთა იყოს. ჩვენი ზღვასაცავი ბევრად უფრო ლამაზი სანახავი იქნებოდა და საბანაოც უკეთესი იქნებოდა. იქიდან ჩამოვიდა შეიძლება. ხო მეუნები ჩამოსვლას არაფერი უნდა. ასლა თქვი თორე. აუ დათო ეს კაცი დამწვარი კი არ არის, შემწვარია. ვინ? გეგედა. აუ ხუდის დამოღება და ვახ. აი იმის ხარჯზე ჩამოვიდა და იმის ხარჯზე ავიდა რომ ამტვერო უბრალოდ მიკროფონი ხო, კიდე მადლიერები ვართ. დათოს პატარა ოპერაციის გაკეთება მოუწია, ცხოვრებაში პირველად და იმედია უკანასკნელად. ცოტა ნერვიულობდი მე პირადად. თვითონ ასე თუ ისე მიფიქრებდა რომ წყნარად იყო. არაფერი სანერვიულო, ვაფშე არ ნერვიულია. გადავობით შევედი, გადავობით გამოვედი. Stop it. Get some help. რატომ ინერვიულო, როდესაც იცი რომ მიდიხარ კლინიკაში, სადაც პროფესიონალები მუშაობენ და ესეთი ოპერაცია დღეში ტარდება 20.
ან რატომ უნდა ინერვიულო საერთოდ? ხო, კარკლინიკაში ვიყავით სხვათა შორის. მადლიერები ვართ, რომ დათოს ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ასე თუ ისე ნორმალურად მიდის გამოჯანმრთელების პროცესიც, ცოტა უჭირს ტკივილები აქვს, მაგრამ უკეთ იქნება. არაფერი სერიოზული. ძალიან მადლიერები ვართ, რომ მამაგურამი გვერდში დაგვიდგა ამ წამოწყებაში და კიდევ ერთხელ გვექნება მამაგურამისთან კოლაბორაცია, ესე ვთქვათ. მამაგურამისთან რახან ესეთ საინტერესო იყო თქვენთვის და ბევრმა გთხოვა რომ გაგვემეორებინა. ორჯერ გამეორება ჩვენ არ გჭირდება. აუცილებლად ჩავწერთ არანაკლებ საინტერესო ვიდეოს. არ დაგასპოილერებთ წინასწარ არ გეტყვით, რასთან დაკავშირებით, მაგრამ საინტერესო იქნება. ეგეც საკმაოდ კაი ლოკაცია გამოდგა რა, ჩასაწერად ესე პოდკასტისთვის. როგორ ფიქრობ? ის გითხრა ოთახი? იქ ოთახი ხო. ყველგან ნახატები გვაქვს. ხო, ყველგან დედაჩემის ნახატები არის. სანამ ეს ახლა ნახატები უბრალოდ ერთად შევკრიბეთ, თორე ყველა კედელზე იყო გადანაწილებული ახლა. იქით ოთახში ნახატებიც არის, ქანდაკებები არის, მოკლედ დედას ხელი ეტყობა ყველა ოთახს და ყველაფერს. ხო, ვისაც დაგჭირდებათ შემოკარგებო ნახატების შექმნა, შეგიძლიათ მოგვმართოთ და თქვენი სასურველი ნახატი მალე თქვენს ხელებში იქნება ტილოზე შესრულებული. ვიცით რომ შეგიძლიათ პრომპტი ჩაწეროთ და უბრალოდ ChatGPT დაგიხატოს ამბერტო, მაგრამ აი ადამიანის ხელით შექმნილი მაინც სხვა. ფოტოაპარატი როცა შეიქმნა, მხატვრებს ეშინოდათ რომ ანუ დაეკარგებოდათ კლიენტები და დარჩებოდნენ სამსახურის გარეშე, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა რაღაცა პერიოდის მერე რომ ბევრად უფრო დაფასდა მხატვრობა, ვიდრე აქამდე იყო. იმ ვიდეოშიც მამაგურამი მაგაზე საუბრობს და რომ ყველა ეპოქაში არის ეგეთ რაღაცა, ყველა ეპოქაში ხდება. პერიოდულად უკვე რამდენიმე შევუთანხმდით, წინასწარ არ მინდა საუბარი, რადგან უკვე მამაგურამზე გითხარით რომ მეორე ვიდეო იქნება. ამიტომ დარჩით არხზე არ წახვიდით. ამიტომ ხო, პირიქით რაც უფრო მეტი იქნებით, უკეთესი იქნება. პერიოდულად გვექნება ვლოგები, ასევე მოგწონს კითხვა-პასუხის ფორმატი და რა თქმა უნდა გვექნება ისევ პოდკასტის მაგვარი საუბრები. თავისუფალი საუბარი. ხო, თავისუფალი საუბრები ოჯახურ და მეგობრულ გარემოში. მადლიერება მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ცხოვრებაში პირველ რიგში ისევ საკუთარი თავებისთვის. იმიტომ რომ როდესაც მადლიერი ხარ რაღაცის, და გამომიშავებ მაგ შეგრძნებას, ავტომატურად ისეთი გრძნობა გეუფლება, რომელიც გეუბნება, რომ აი კარგად ხარ ამ მომენტში, რადგან მადლიერი ხარ, ესე იგი რაღაცა კარგად გაქვს. realtat მადლიერი ვარ ხოლმე როცა შევისწრები მზის ამოსვლას. ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც მზის ჩასვლა ევასება, უყვარს მზის ჩასვლის უყურება, მე პირიქით ვარ, მე მზის ამოსვლის უყურება მიყვარს, იმიტომ რომ თითქოს ჩემთვის მზის ამოსვლა ასოცირდება რაღაცების დასაწყისთან და მზის ჩასვლა დასასრულთან. მზის ჩასვლა იმიტომ მომწონს, რომ ჩემთვის ასოცირდება კიდევ ერთ დღესთან და კიდევ ერთ შესაძლებლობასთან, როდესაც მომეცა საშუალება რომ ეცხოვრა. იმის შეხსენებასთან რომ კიდევ ერთი დღე გავატარე. ძალიან მაინტერესებდა როგორი გამომივიდო და ვაირალ რეცეპტები ვცადეთ სახლის პირობებში. ამაზად რო გამოიყურება და რო გააკეთება და შე რო გააკეთებ და საზღვრობა რო არის. სინჯეთ საზამთრო და ყველი და ალბათ სპეციფიკური ყველი უნდა იყოს და კიდე წითელი საზამთრო, იმიტომ რომ ყვითელი საზამთრო ვიყიდე რატომღაც. და დათოს ვაჭამე გავასინჯე. საზამთროს სენდვიჩს მაჭმევდა. საზამთრო ყველი საზამთრო. ვერ ვიტყვი არ მომეწონა. მაგრამ ორივე სასწავლი გემრიელი იყო, მაგრამ ერთად ხო Nice. There's evidence of it. Hello there. Hello, darling. თუ ხვდები რა, ალბათ მაჭამე ახლა. გადაყლაპე. კაი, შემდეგი. რატომ ნაირობაში? მეგობრებო, ეს იყო დღევანდელი ჩვენი ვიდეო კულინარიული, რომელიც არ გამოგვივიდა, რაღაცა ალქიმიური ისენი გავაკეთეთ. ხო და გიბერა. საკენ გავაკეთე.
იცის კი მოაკ ჰა სემენდის თქვი ბურგერი მე გამისწორდა ყოველი მომატებული გამომწერი იყო ჩვენთვის გულწრფელი ღიმილის მიზეზი მედნიერებისგან მეღიმებოდა მეც და დათოსაც ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს კვირა რომ ძალიან კარგად უძნობდით თავს აი ეგ რომ უყურებ და უსე უცბად იზრდება შენი არხი ჩემი ოპერაციაც ძალიან შემიმსუბუქა მაგ ფაქტმა რომ ამ ოპერაციაზე შედიხარ გამოდიხარ და თან უყურებ რამდენი გემატა 200-ით მეტი რო არის გამომწერია და დაგვიწეროთ თან რა მოგწონთ რომელი კონტენტი უფრო საინტერესოა თქვენთვის ჩვენ სხვადასხვანაირი კონტენტს გავაკეთებთ რომელიც უფრო ჩვენ გვინდა ურთიერთობა გველაპარაკეთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თამამად ჩვენთვის ყველანაირი აზრი მისაღებია ნუ ძილობის ფარგლებში რა თქმა უნდა თუ რამე არ მოგწონთ ეგეთ დაგვიწერეთ რომ გავიგოთ რა არ მოგწონთ რაც უფრო დრო გადის, მოკლედ უფრო მეტ პასუხისგებლობას ვგრძნობთ, რაც მეტი ხდებით, რომ უფრო საინტერესო იყოს ჩვენი არხი. ამიტომ გამოგვიწერეთ და გვალაიქეთ, ღილაკს დააჭირეთ ის სარი რო არის, თეთრი ისენი რო კონდეს. და იმას კენით რა ქვია, რავი, რასაც შეიძლება რომ დააჭიროთ, ყველაფერს დააჭირეთ. ლუვა ახალ გამომწერებს კიდევ ერთხელ მოგესალმებით და თქვენს და ჩვენ თავსაც ვუსურვებთ, რომ ჩვენი კონტაქტი საინტერესო გახდეს, უფრო მრავალმხრივი გახდეს, შევისწავლოთ ერთად სამყარო და ასე შემდეგ. მოკლედ, დროებით გემშვიდობებით. Bye bye.